განვიხილოთ Microsoft Excel 2007-ში მწკრივების აგების საშუალებები. Თქვათ გვინდა ავაგოთ არითმეტიკული პროგრესია. რომელიმე უჯრაში ჩავწეროთ პროგრესიის პირველი წევრი, მაგალითად, B2 უჯრაში ჩავწეროთ 5. დავდგეთ ამ უჯრაზე და გამოვიძახოთ ბრძანება Fill Series. გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ Series in განყოფილებაში Columns, რაც ნიშნავს, რომ პროგრესია ჩაიწერება სვეტზე. Type განყოფილებაში ავირჩიოთ Linear, ანუ არითმეტიკული პროგრესია. Step Value განყოფილებაში ჩავწეროთ 7, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო რიცხვი მიიღება წინა რიცხვზე 7-ის დამატებით. Stop Value განყოფილებაში ჩავწეროთ 100, რაც ნიშნავს, რომ პროგრესიის ბოლო წევრმა არ უნდა გადააჭარბოს 100. დავაწვეთ OK ღილაკს. როგორც ვნახეთ, ჩამოიწერა რიცხვები და ბოლო რიცხვია 96. ამ რიცხვზე კიდევ 7-ის მიმატებით მიიღებოდა 103, რაც გადააჭარბებდა ჩვენს მიერ მითითებულ საზღვარს. ავაგოთ გეომეტრიული პროგრესია. ამისათვის ასევე გვჭირდება საწყისი რიცხვი. ეს რიცხვი იყოს 12, რომელიც მოთავსებულია B3 უჯრაში. ასევე გამოვიძახოთ ბრძანება Fill Series და გამოსულ ფანჯარაში დავაყენოთ შემდეგი კომპონენტები. პროგრესიის ტიპი Cross, ანუ გეომეტრიული, Step Value 3, ანუ ყოველი მომდევნო რიცხვი მიიღებოდეს 3-ზე გამრავლებით. ხოლო Stop Value 500-1000. პროგრესიის ტრიქონზე გავრცელებისათვის Series in განყოფილებაში დავტოვოთ Rows. თარიღული პროგრესიის გასავრცელებლად რაიმე უჯრაში, ვთქვათ D6-ში, ჩავწეროთ რაიმე თარიღი. მაგალითად 3-3-2010. დავდგეთ ამ უჯრაზე და გამოვიძახოთ პროგრესიის აგების ფანჯარა. მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ Excel-მა თვითონ მონიშნა თარიღული პროგრესიის ტიპი, რადგანაც უჯრაში აღმოაჩინა თარიღული ტიპის მონაცემი. თარიღული პროგრესიის აგებისას აქტიურდება Date Unit განყოფილება, სადაც უნდა ავირჩიოთ ჩვენ მიერ ჩაწერილ თარიღს დაემატოს დღეები, სამუშაო დღეები, ანუ დღეები შაბათ-კვირის გამოტოვებით, თვეები ან წლები. ავირჩიოთ ვთქვათ თვეები. Step Value 5 თვე, Stop Value თარიღი, ვთქვათ 9-9-2012. ჩავწეროთ თარიღები სვეტზე. OK ღილაკზე დაჭერით აიგება შესაბამისი პროგრესია. თარიღების კარგად დასანახად შეიძლება დაგვჭირდეს სვეტის გაგანიერება. შესაძლებელია პროგრესიის აგება პირველი და ბოლო წევრების მიხედვით. ამისათვის უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად. ვთქვათ უჯრაში J5 ჩავწეროთ 5, ხოლო უჯრაში J15 ჩავწეროთ 205. მოვნიშნოთ უჯრები J5-დან J25-მდე. გამოვიძახოთ პროგრესიის აგების ფანჯარა, ჩართოთ Trend. ამის შემდეგ პროგრესიათა ტიპებიდან აქტიური დარჩება მხოლოდ არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიები. იმის მიხედვით, თუ რომელი პროგრესიის აგება გსურს 5-დან 205-მდე, ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ტიპი და დავაწვეთ OK ღილაკს.